კარგით, შეგვიძლია გადავიდეთ პოლიტიკურ განცხადებებზე. წარმოდგენილი სიის მიხედვით, გავყვებით. ირაკლი კირცხალია, გიორგი შარაშიძე, უბრალოდ მიყვებით ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, გიორგი შარაშიძე. მოგესალმებით, მეგობრებო. ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ ქართულ მედიაზე აბსურდული და კატეგორიულად მიუღებელი თავდასხმის შემდეგ, რასაც ტელეკომპანია იმედისა და პოსტივისთვის სანქციების დაწესება მოჰყვა, არც ბრიტანეთის, არც საქართველოში მათი ელჩის მხრიდან საზოგადოებას დღემდე არ მოусმენია ერთი რეალური არგუმენტიც კი, რაც ამ სამარცხვინო ნაბიჯს გაამართლებდა. მეტიც, ამ აბსურდის მტკიცებულებად საზოგადოებას არათუ არც ერთი არგუმენტი არ მოусმენია, არამედ პირიქით დღეს უკვე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ იმედი და პოსტივი უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად, ეს ერთი შეხედვითაც აშკარაა. მით უფრო იმ სამარცხვინო ფორმულირების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც თითქოს ქართული ტელევიზიები დესტაბილიზაციას ახდენდნენ უკრაინაში და საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს ამ ტელეკომპანიების და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ საუბრობთ პოლიტიკოსზე, რომელიც სრულიად სამართლიანად იწოდება ომის წამქეზებლად. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, კერძოდ ბატონი არახამიას განცხადებით, სწორედ ბორის ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ კიევს ეწვია და უკრაინულ მხარეს მოუწოდა ხელი არაფერზე მოეწერათ და უბრალოდ ებრძოლათ. არადა ამ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, თავად ჯონსონის მტკიცებით 2016-დან 2022 წლამდე არასდროს არსებულა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწევდა მრავალი სახელმწიფოს ვეტოს. რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქვა ჯონსონისვე ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში Deep State-ის წონიანი აგენტის ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია. დღეს ქვეყანა, რომელიც უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ფაქტორულად არ აქვს ეკონომიკური ზრდა, მიგრანტების პრობლემა და გაზრდილი კრიმინალი კი უდიდეს საფრთხეს უქმნის, საქართველოს უწუნებს მართალ სიტყვას. მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში მხოლოდ 2024 წელს Facebook-ზე გამოქვეყნებული კონსერვატიული შინაარსის პოსტების გამო 12,000-ზე მეტი მოქალაქე მისცეს პასუხისგებაში. ეგრეთ წოდებული ეფშტეინის სკანდალის გამო ერთმანეთის მიყოლებით ჯერ მეფის ძმა, ხოლო შემდეგ კი მმართველი პარტიის წევრი და ამერიკაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დააპატიმრეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს არის ქვეყანა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთდროულად ერთი მხრივ დონალდ ტრამპს, მეორე მხრივ კი საქართველოს ხელისუფლებას აბსურდული და სამარცხვინო ბრალდებები წაუყენა, რის გამოც ორივე ქვეყნის მმართველი ძალა სამართლებრივ დავალ საწარმოებს დეზინფორმატორი BBC-ს წინააღმდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმ მუდმივი საომარი ესკალაციის ფონზე, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, როდესაც საქართველოს ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა კი შეიძლება ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დააყენოს, ყველა კარგად ხვდებით, რომ მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობისა და ჩვენი სუვერენიტეტისათვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ უკანდახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არც ერთი მტრის წინაშე დაჩოქებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ლევან მაჭავარიანი, გიორგი შარაშიძე, ზურაბ ქადაგიძე. მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთხელ გაერთიანება, რომელიც რა თქმა უნდა მათი გარე პატრონების დავალებით მოხდა. და ამ შემთხვევაში ყველა ეპოქის, ყველა თაობის, ყველა მიმართულების
ნაცი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის ნაციონალური მოძრაობა. თუმცა აქ ერთი რაღაც არის დასაფიქრებელი. რატომ არ გაერთიანეს გარე უფროსებმა ამ ჯგუფში პარტია ლელო და პარტია გახარია საქართველოსთვის. იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მოქალაქეებს ამდენი ხნის განმავლობაში ვუხსნით და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად გაიგეს და შესაბამისად აისახა კიდევაც საარჩევნო შედეგებში. ისინი ცდილობენ გარე ძალები, რომ ლელო და გახარია საქართველოსთვის გამიჯნონ ნაციონალური მოძრაობისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში, ვითომ ისინი ცალკე ძალას წარმოადგენენ. არა და ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება. ყველას შევახსენებ, რომ გახარია საქართველოსთვის პარტნიორობს ნაციონალურ მოძრაობასთან 2021 წლიდან მოყოლებული და 4 მუნიციპალიტეტში ჰქონდათ კოალიცია შექმნილი და შეუქმნეს კიდევაც ამ მუნიციპალიტეტებს პრობლემა, მაგალითად რუსთავში ბიუჯეტის მიმართულებით და ასე შემდეგ. ასევე იმასაც შევახსენებ ყველას, რომ ლელო, გახარია, ნაცები გაერთიანდნენ ქარტიის გარშემო 2024 წელს. და როდესაც გახარიას პარტია ამბობს, რომ წითელი ხაზია ნაცებთან თანამშრომლობა 2024 წლიდან მოყოლებული, იმასაც შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ლელოსაც და გახარიასაც დაანონსებული ჰქონდათ, რომ 2024 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციას არ შექმნიდნენ ქართულ ოცნებასთან. შესაბამისად, ჩვენ რომ აგვეღო 59%, რა თქმა უნდა, ისინი კოალიციას ქმნიდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან. თუმცა მათი მესიჯ ბოქსიც იმაზე მეტყველებს, რომ ერთიანი ძალაა. ისინი პიროტექნიკით პოლიციელების წინააღმდეგ ბრძოლას ეძახიან მშვიდობიან აქციას, მზიამაღლობელს ეძახიან პოლიტპატიმარს, ქართულ გამჭვირვალობის კანონს ეძახიან რუსულ კანონს. ისინი ებრძვიან LGBT პროპაგანდის აგრძალვას საქართველოში, ებრძვიან ძალიან მსხვილი 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის შემოსვლა საქართველოში, ებრძვიან განათლების რეფორმას და ნუ დაგვავიწყდება კიდევ ერთხელ ყველას მინდა შევახსენო, რომ 2024 წლის ნოემბერში ის ამარცხინო წერილი, რაც ბრიუსელში გააგზავნა 4 პარტიამ, კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ, უშუალოდ ნაცებმა, ახალმა, ლელომ და გახარიამ, 4-ვეს ხელმოწერა რომ არის იმ წერილს, ბრიუსელისგან ითხოვდნენ საქართველოს დასანქცირებას. ეს ჩვეულებრივი ფაქტია და ამას ვერცად ვერ გაექცევიან. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადააჯგუფებენ გარე უფროსები, ჩვენი მოქალაქეები, როგორც უკვე აღნიშნე, ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან და ეს ყველაფერი აისახა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, ეს ყველაფერი აისახა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე, რის გამოც კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო და ჩვენს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადო. ქართველები კარგად აანალიზებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის დამცველი ძალა არის მხოლოდ ქართული ოცნება ბიზინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენი მოქალაქეები კარგად ათვისნობიერებენ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და სუვერენიტეტის დამცველი ერთადერთი ძალა არის ქართული ოცნება ბიზინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. და ჩვენი მოქალაქეები მით უმეტეს ამ რთულ დროში კარგად აანალიზებენ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიზინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. და ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ როგორიც არ უნდა იყოს წრეხი, ზეწოლა, შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს და ჩვენი გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი გაკეთებული საქმე ამაზე მეტყველებს. დიდი მადლობა. მადლობა. სადამ შემდეგ გამოსვლაზე გადავალთ, ჩვენთან სტუმრად არიან ქალაქ რუსთავის მერის პროგრამის მართე შენი ქალაქი სტაჟორები. მივესალმოთ. მადლობა, რომ გაქვთ ინტერესი პარლამენტის ათვალიერების. გიორგი შარაშიძე, ზურაბ ქადაგიძე, ილია ინჯია. მოგესალმებით. ბატონ ლევან, ძალიან ვცდილობთ ჩვენს მიწებებას და მიკერებას ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ არ გამოგდით და არც გამოგივათ და ნუ ხარჯავთ ამ ხელა ენერგიას, ჩემი რჩევა იქნება. ნუ ხარჯავთ, იმიტომ რომ თქვენ კი ძალიან გინდათ რომ მივაწეპოთ და როგორც გითხარით, მიგვაკეროთ ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ერთადერთი რაც ისწავლეთ ამ წლების განმავლობაში, ის არის როგორ მოუგოთ მათ მართლაც ყველა არჩევნები. და ამიტომაც გინდათ ჩვენი მიწებება ნაციონალური მოძრაობისთვის, იმიტომ რომ იცით თავარი ოპონენტი, ვინ შეიძლება თქვენივე ამომრჩეველი, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებების გამო და ძალადობის გამო გადმოიბიროს და დაარწმუნოს, რომ თქვენთვის ხმის მიცემა აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ეს აღარ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პარტია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი. და ეს გაღელუებთ თქვენ, მაგ პროცენტზე თქვენ ნუ დარდობთ.
ჩვენ მაგ პროცენტსაც ავიღებთ, მაგაზე ბევრად მეცაც ავიღებთ და ბევრად მეტ ადამიანსაც მოვიმხრობთ და ამასაც ნახავთ. თქვენ ესე გააგრძელეთ ქვეყნის ღალატი როგორც აკეთებთ და მაგას ვნახავთ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებთ. ნუ დარდობთ ჩვენს პროცენტებზე, ძალიან გთხოვთ. და კიდევ ერთი, დიდი ბრიტანეთის ელჩზე რო ხართ, ასეთი შეწუხებულები და მეორე დღესვე რომ დაიბარეთ თქვენი მართული ტელევიზიების დასანქცირების გამო. დიდი ბოდიში, მაგრამ ირანის ელჩი რატომ არ დაიბარეთ? რომელმაც გაბედა და ოფიციალურ მოსაწვევზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენა ქართველების ირანში ჩასვლად თუ მოგზაურობად გააფორმა. აი ეს არის თქვენი იდენტობისთვის და ეროვნულობისთვის და პატრიოტობისთვის ბრძოლა. ამ ზუსტადაც რომ თავშია და კიდევ ერთი თავისუფალ მედიაზე საუბრობთ, დამოუკიდებელ მედიაზე საუბრობთ და თავადის ჟურნალისტები ამბობენ რომ არ არიან თავისუფალი მედიის წარმომადგენლები და პარტია ქართული ოფისის სამსახურში არიან, ქართული ოცნების ოფისის სამსახურში. და თქვენ როდესაც ამბობთ რომ ესენი არიან დამოუკიდებელი ტელევიზიები, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის პირადად, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ერთი ტელევიზიაც და მეორეც გამოიყენება ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის. და მართლაც რომ რუსული პროპაგანდის საქართველოში გავრცელებისთვის და გაძლიერებისთვის და თქვენ ძალიან კარგად იცით. ძალიან კარგად იცით, იმიტომ რომ სიმართლე ამ ტელევიზიების ეკრანებიდან არ ისმის სამწუხაროდ. და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ისინი პარტია ქართული ოფისის დანაყოფები არიან. და ის რაც იწერება თქვენი პარტიის ოფისში, სწორედ ის ინფორმაცია გადის ამ ტელევიზიების ეთერებში. ძალიან კარგად იცით ეს და როდესაც საუბრობთ რომ თვითქოს როგორ გაბედა დიდმა ბრიტანეთმა და თავისუფალი ტელევიზიები დაასანქცირა, გაიხსენეთ რეალურად რა ტელევიზიებზეა საუბარი. რომ ისინი მხოლოდ ბინძური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენება თქვენს მიერ. თორემ მათ პრინციპში არაფერს ვერჩი. სამწუხაროა რომ მათი ხვედრი ასეთი არის. და რაც შეეხება ელჩების ფაქტორს მინდა დაუბრუნდე. ეროვნულ იდენტობაზე საუბრობთ და იძახით რომ უკან დამხევები არ ახართ. რის წინაშე არ ახართ უკან დამხევები? გიორგი ანწუხელიძის გმირობა გააუფასურეთ მართლაც რომ და მისმა მეუღლემ გაქცათ ყველაზე სწორი პასუხი, რომ გიორგი ანწუხელიძე ვინმე პიარს კი არ შეეწირა, საკუთარი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. და იმ კითხვაზე ვერ პასუხობთ, მარო მაყაშვილი ვინ მოგვიკლა და ამის მერე იდენტობის და პატრიოტიზმის თემებზე გვესაუბრებით. და კიდევ ვიმეორებ, ირანის ელჩი ვერ დაგიბარებიათ, პასუხი ვერ მოგითხოვიათ იმისთვის, რომ საქართველოს ისტორიის უმძიმესი მოვლენა ირანში მოგზაურობად გაასაღა. ეს არის რეალობა და რა თქმა უნდა ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ ეს სახე თქვენი ნამდვილი დაასრულებინეთ. სრულებ თუ შეიძლება. იმიტომ რომ ეს მშვიდობის მყოფელობა, რომლის როლიც ესე მოირგეთ, სინამდვილეში არანაირ რეალურ მშვიდობასთან არ არის კავშირში. იმიტომ რომ რეალური მშვიდობის კონტურები ახლა იწერება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომლის ერთ-ერთი ლიდერი სხვათა შორის დღეს სტუმრად არის საქართველოში და კარგი იქნება რომ მასგან ბევრი რამე ისწავლოთ. როგორ შეიძლება განავითარო სტრატეგიული ურთიერთობები მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორია რომ ევროპის და ცივილიზებული სამყაროს გზით და ამავე დროს შეინარჩუნო მშვიდობა და იზრუნო ზურაბ ქადაგიძე, ილია ინჯია, ლევან მახაშვილი. მოგესალმებით ბატონებო, ცოტა პარადოქსია ჩვენ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს რომ უყურებთ, რომ ასე აღტკინებით არ ვიცი, მოგწონდეს საკუთარი მოქალაქეების დასანქცირება, განსაკუთრებით ჟურნალისტების და შემდეგ საუბრობდე რაღაც დამოუკიდებლობაზე და არანეოკოლონიალურ აზროვნებაზე. რაც შეეხება ჩემი განცხადება, ისევ ბატონი ჯონსონის ბოლო ინტერვიუთი მინდა დავიწყო. მისი მხრიდან ყველაზე რეიტინგული მედიების იმედისა და პოსტივის დასანქცირების გამართლებამ საბოლოოდ გამოაჩინა თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან. ჩვენ ხედავთ გეოპოლიტიკურ შურისძიებას ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო. ჯერ იყო 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის გეგმა, რომელიც უსამშობლო ქართველების ხელით უნდა განხორციელებულიყო და სრული კრახით დასრულდა. შემდეგ ვიხილეთ BBC-ს ფეიქ კამპანია, ეგრეთ წოდებული კამიტით მოწამვლაზე, რომელსაც
აჟიოტაჟის ნაცვლად მხოლოდ დაცინვა მოყვა საზოგადოების მხრიდან და რადგან ამ უუნარო აგენტურამ რევოლუციის მოწყობა ვერ შეძლო, პატრონები გადავიდნენ ღია აგრესიაზე და დაარტყეს დიახ სიმართლის წყაროებს და ასანქცირეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული მედია საშუალებები. ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს, ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს. სააკაშვილმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ჯერ 2007 წელს იმედში სპეცრაზმით შეიჭრა და დაარბია, რითიც საკუთარი რეჟიმის მორალური საფუძველი ააფეთქა, ხოლო 2012 წელს შეგახსენებთ მაესტროს სატელიტური ანტენები დააყადაღა და ამით საერთოდ დაასრულა თავისი მმართველობა. დღეს სააკაშვილის პატრონებმა იმავე ნაღზე დააბიჯეს. მათ გონიათ, რომ 2007 წელს ხელკეტებმა არ გაჭრა, ხოლო 2026 წელს ბრიტანული სანქციები გაჭრის. ეს არის უდიდესი ილუზია. სიმართლე არ არის საბანკო ანგარიში, ერთი ხელის მოსმით რომ გაყინო. სიმართლე არის ხალხის ცნობიერებაში. და რაც უფრო მეტად შეეცდებით მის ბლოკირებას, მით უფრო მძლავრი იქნება საზოგადოების პროტესტი. თუ ბატონი ჯონსონის და მის თანამოაზრეებს გონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რაიმე რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი ნამდვილად არ ცოდნიათ. საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის იყო აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი. ბრიტანეთში შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებთ. დიდი მადლობა. მადლობთ. ილია ინჯია, ლევან მახაშვილი, ქეთევან ბაკარაძე. სოფლიო იცვლება და ჩვენი პატარა ქვეყანა აღმოჩნდა ორ ცეცხლს შუა. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში მიღწეული და შენარჩუნებული მშვიდობის ფასი კიდევ უფრო დიდია, კიდევ უფრო მეტი მტერი და არეულობის სურველი, გარე თუ შიდა მტრები დაინტერესებულები არიან თავიანთი ინტერესების გატარებით. ბოლო პერიოდში ეს სოფლიო ცვლილებები, რა თქმა უნდა, ჩვენზეც იმოქმედებს და ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მობილიზაცია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და გავაგრძელოთ ამ მშვიდობის შენარჩუნება. მე გულისტკივილით უყურებ ამდენ ტკივილს, ამდენი ქვეყნის ჩართულობას, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ამას რაღაცა ბოლო უჩანდეს. კიდევ უფრო რთულდება და დიდდება ეს ყველაფერი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად კიდევ ერთხელ მობილიზება გავაკეთოთ ჩვენი ძალების და ყველაფერი მივმართოთ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და პარალელურად მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. დიდი მადლობა. მადლობთ. ლევან მახაშვილი, ქეთევან ბაკარაძე, არჩილ ბერიძე. მოგესალმებით, მადლობა თვითონ თავმჯდომარე. მინდა რა თქმა უნდა გამოვეხმაურო ჩვენს ფართო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ხედავთ ყველანი, რომ ჩვენი რეგიონი საკმაოდ რთული, ამ რეგიონში რთული დრო დადგა და უამრავი ქვეყნის კარზე მიაკაკუნა. სინამდვილეში დიდი გლობალური ძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს რეგიონული კონფლიქტების გაფართოება სწორედ ამით არის ნაკარნახევი. მოსახლეობა ხედავს ყოველდღიურ რეჟიმში იბომბება ქალაქები, სკოლები, სახლები, დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა სამწუხაროდ და ერთი არასწორი გაუთვლელი ნაბიჯი შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს ჩვენ სახელმწიფოს და სწორედ ამიტომ, სწორედ ასე დროს საქართველოს ჭირდება არა ემოციებს აყოლა, არა ეს პოლიტიკური მატრაკვეცობა, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე და ომობანას თამაშის მოწოდებები ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგის მხრიდან, არამედ ცივი გონებით, პრაგმატულად და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება. საქართველოს გარშემო განვითარებული ეს თითოეული ტრაგედია გვახსენებს, რამდენად ძვირფასია მშვიდობა. და ჩვენი უპირველესი ვალდებულება სწორედ ის უნდა იყოს, რომ ასეთი მსხვერპლი ავარიდოთ ჩვენს მოსახლეობას. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, თქვენ გახსოვთ, როგორ აგრესიულად, უპასუხისმგებლად და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საქართველოს შესულიყო აი ამ უმძიმეს ავანტიურაში.
და დღეს იგივე ადამიანები, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იგივე ადამიანები, იგივე მოწოდებებს აკეთებენ. რომ თურმე საქართველოს უნდა დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. აი ამ ცხელმა თავებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქართველების, საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და დაკვეთა ეს არის გონივრული პასუხისგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკა. და დღეს ერთადერთი ძალა, ვინც აი მოსახლეობის ამ ინტერესს იცავს, არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მშვიდობა არ არის სისუსტე. მშვიდობა არის პასუხისგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე. და ჩვენ ამ პასუხისგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად. დღეს თითოეული ოჯახის ქართული ოჯახის მთავარი საფიქრალი და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი, როდესაც ხვდებით მოქალაქეებს, არის და კითხულობენ, ოღონდ აქ არ იყოს, არ მოხდეს ეს ყველაფერი და ოღონდ ჩვენ შვილებს არ მოუწიოთ ამ უბედურების და საშინელებების ნახვა, მათ შორის აი ამ ბავშვებს, რომლებიც დღეს ესწრებოდნენ ჩვენს სხდომას. ყველას მიმართავს, სწორედ აი ამ ადამიანებს, ვინც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე თუ რა იქნება საქართველოში ხვალ, იქნება მშვიდობა და გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები. გეოპოლიტიკურ ბრძოლებში ბრძოლა მიდის არა მხოლოდ მიწისთვის ან რესურსებისთვის, არამედ სიმართლისთვის. ანუ ადამიანების გონებისთვის. და თუ გააბრუებ ადამიანს, ჩვენ ვხედავთ, თუ გააბრუებ ადამიანს, სულ არ არის საჭირო ტანკებით სადმე შესვლა, ეს ადამიანები გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს. და სიმართლე არის საუკეთესო წინააღმდეგობა, საუკეთესო ფარი ამის მიმართ. და ამიტომ არის ეს გაცხოველებული თავდასხმები იმედზე, პოზიტივიზმზე და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება. ამიტომ მიუხედავად უპასუხისგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, ავანტიურაში ქვეყნის ჩათრევის მცდელობებისა, იაფასიანი ჰიბრიდული თუ საინფორმაციო ოპერაციებისა, საქართველოში იქნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ განვითარებას. იმიტომ, რომ ქვეყანას საბედნიეროდ მართავს პასუხისგებლიანი ხელისუფლება. და ხალხის გვერდში დგომით ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმე სხვის ომში დაახურდაოს. მადლობა. მოგოთ კეთევან ბაკარაძე, არჩილ ბერიძე, სოფიო ხურგუანი. მოგესალმებით. დღეს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 24% არის პენსიონერი. ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც აფთიაქსა და მაღაზიებში შესვლის შიში აქვთ. არ ვიცი კიდევ სხვაგან სად მოიძებნება ესეთი ქვეყანა, სადაც ამდენ პენსიონერს ბანკში აქვს ვალი. უსასრულოდ შეიძლება საქართველოში მცხოვრებ პენსიონერებზე საუბარი, მათ გამოწვევებზე. მოხუც ადამიანებზე, რომლებსაც ღირსეული სიბერის ნაცვლად, სოციალური უსამართლობის და კორუფციული გარიგებების გამო ამ ქვეყანაში გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. იცით ამ თემაზე რატომ ვახდენ აქცენტებს? თქვენ ახლა მასპინძლობთ მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, რომელმაც თავისი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საკითხი დაანონსა და პირველი რა გააკეთა ამის შემდგომ დაიწყო პენსიების გაზრდა. თქვენ უკვე 6 თვეა ყოველდღე გამოდიხართ და საუბრობთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და აყვავებაზე, თუმცა პენსიების ზრდა კი არა, კვერცხების ფასიც კი ვერ შეგიმცირებიათ. იმიტომ რომ ეს ეკონომიკური ზრდა ხან თქვენი ერთი ჩინოვნიკის ჯიბეშია, ხან მეორეს. ასევე ოფიციალური სტატისტიკით 700 ადამიანზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჯანდაცვის სისტემის კრახის გამო ეს ციფრებიც გადაბერილია. და საქმე გვაქვს მასობრივ თაღლითობასთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებითაც დაიწყება გამოძიება და დაიდენტიფიცირდებიან ის პირები, ვინც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად გამოყენებას ახდენს და ახორციელებს. დაუბრუნდეთ მოწყვლად ჯგუფებს. ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 130,000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. აქედან რამდენს აქვს წვდომა წამლებზე, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე და საბაზისო საჭიროებებზე. ჩვენი ქვეყნის მძიმე რეალობიდან გამომდინარე, ადამიანები ყოველდღიურად პირდაპირი მნიშვნელობით იბრძვიან გადარჩენისთვის. მშობლები შვილების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი მედიკამენტებისთვის, რაც არის კანონით განსაზღვრული უფლება. ვინაიდან აღსრულების მექანიზმები არ არსებობს, სამწუხაროდ მშობლებს უწევთ საპროტესტო აქციების გამართვა, ღამეების გათენება წვიმასა და თოლში, რომ ისეთი ლეტალური გამოსავალი არ დადგეს, როგორც 3 დღის წინ ძიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის შემთხვევაში მოხდა.
სამწუხაროდ ბავშვების სწავლის ფული არ არის, მაგრამ ჩინოვნიკების მოსაპარი ფული ყოველთვის არის. ასევე არ მოიძებნა პენსიების და სოციალური გასაცემლის გაზრდის ფინანსური რესურსი. უпростоრად სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ თავადვე მუდმივად საუბრობთ აყვავებულ ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე. შეგახსენებთ, როცა ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ წარმოადგინა კანონ-პროექტი მინიმალური ხელფასის ზღურის დაწესებასთან დაკავშირებით, თქვენ განხილვაზეც კი უარი განაცხადეთ. არგუმენტად ბიზნესის ზარალი და უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა მოიყვანეთ. შეგახსენოთ, რამდენი პარლამენტარი ფლობს თავად ბიზნესს. ხალხის მწყიდველუნარიანობის გაზრდა არ არის აქტუალური. თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონში შედის ძალიან საინტერესო ცვლილებები, რომელიც 84 დეპუტატის მხარდაჭერით პირველი მოსმენით იქნა მიღებული. კანონ-პროექტი, რომელსაც თქვენმა პრემიერმა უნაკლო უწოდა და რატომღაც საკომიტეტო განხილვიდან იქნა მოხსნილი, რეალურად არის დისკრიმინაციული. ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, გაეროს შშმ პირთა კონვენციასთან და არათავსებადია ასევე ევროკავშირის დირექტივასთან. საზოგადოება ითხოვს განმარტებებს, რატომ უზღუდავთ კონსტიტუციით, კონვენციით მინიჭებულ საბაზისო უფლებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. რა არგუმენტები გაქვთ? სწორედ შშმ პირთა ინტერესებისა და უფლებების გასაძლიერებლად იყო ჩვენი გუნდის მიერ შეთავაზებული ახალი საპარლამენტო პლატფორმა, რომელიც სამწუხაროდ ზედმეტ ბიუროკრატიულად ჩაითვალა და დაიგნორდა. იმედია უხერხულობის პრევენციის დაშვება. იმედია, რომ ჩვენი გუნდის მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს მომავალში მეტი გულისყმრით მოეპყრობით. არჩილ ბერიძე, სოფიო ხორგვანი, თორნიკე ფაღავა. მოგესალმებით კოლეგებო, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებას გულწრფელად და მკაფიოდ აუხსნათ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რატომ არის ეს პერიოდი ასეთი დაძაბული და რა არის არსებული თუ განვლილი პოლიტიკური турბულენტობის გამოწვევი რეალური მიზეზები. ასევე მნიშვნელოვანია უთხრათ სიმართლე იმ გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმების შესახებ, რომლებიც ევრობიუროკრატებისა და სხვა გარე ძალების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. მსოფლიო დღეს დგას ახალი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირების ზღვარზე. ენერგეტიკული უსაფრთხოება, ლოჯისტიკური დივერსიფიკაცია, სავაჭრო ჯაჭვების სტაბილურობა, ეს ყველაფერი უკვე აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ჩვენი მომავლის საკითხი. ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ზრდის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობა და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ ქართველი ერისთვის ისტორიულად ნაცნობი აბრეშუმის გზა კვლავ ხდება განსაკუთრებული ინტერესის საგანი. სწორედ ამიტომ იზრდება ინტერესით საქართველოს მიმართ, როგორც ამ გზის განუყოფელი ნაწილის მიმართ. ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი, რეგიონული ეკონომიკური ზრდის ცენტრი, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მიმღები ქვეყანა. შუა კორიდორის გაძლიერება ნიშნავს პორტების განვითარებას, რკინიგზის მოდერნიზაციას, დასაქმების ზრდას და რეგიონული პოლიტიკური ზონის გაზრდას და ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს. მაგრამ ჩვენი რეგიონის და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად იზრდება გარე ძალების ინტერესიც. საქართველოში ყავდეთ მარიონეტული სრულდაქვემდებარებული ხელისუფლება, რომელიც არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გარე დავალებებით იმოქმედებს, ზუსტად ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სუვერენიტეტი, ვიხემძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვით და ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე ომის პარალელურად ჩვენ ვნახეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა. მოვისმინეთ პირდაპირი მოწოდებებიც უკრაინის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. რომ არა ჩვენი გუნდის მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა საქართველოს დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამანადგურებელი ომის ადგილი.
ომის, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში სისხლსა და სიკვდილს მოიტანდა. გაცილებით დიდი მასშტაბით, ვიდრე ბოლო ათწლეულებში გადატანილმა ომებმა მოიტანა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გარე ძალების მხრიდან განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯა ქვეყანაში ხელოვნური პოლარიზაციის, ზიძღის, სიძულვილისა და დესტაბილიზაციის გასაზრდელად. გამორჩეულ ინსტრუმენტად იქცა რუსულთან დაკავშირებული იარლიყების მიკერება და რას ვხედავთ დღეს ისინი ვინც ყველაზე ხვამაღლა ყვიროდნენ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთთან საუბარი ღალატია დღეს თავად ალაგებენ ურთიერთობას კრემლთან და გვიხსნიან რომ რუსეთი ევროპის ნაწილია და მასთან თანაცხოვრება გარდაუვალია. რა არის ეს თუ არა ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ცინიზმი? ამასობაში ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო გონივრულ პოლიტიკას. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ჩვენ სამშობლოს, ჩვენ არ ვყვირით, ჩვენ მოქმედებთ. ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვზრდით ეკონომიკას, ვიბრძვით კორუფციას, ნარკოტიკებს და უკანონო მიგრაციას, ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. თუ ვინმესთვის ეს ყველაფერი რუსულ საქმეს ემსახურება, სინამდვილეში ის საქართველოს დამოუკიდებელ არჩევანს ებრძვის. ჩვენ გუნდს არ ქონია მზა ინსტრუქცია, როგორ უნდა ემოქმედა ამ რთულ ვითარებაში. არ არსებობდა ისტორიული გამოცდილება, არავინ იდგა გვერდით და არავინ ყარდახობდა გზას. ამიტომ ეს არის პრეცედენტი, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად ვქმნით, რათა დავიცვათ ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. დღეს ჩვენ წერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს, როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შეცდომებით შესაძლებელია, ეს ბუნებრივია. მაგრამ თავარი ის არის, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბივართ. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ააშენონ. ჩვენ არ ვემსახურებით არავის, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. ფიქრობდნენ, რომ ეს ქვეყანა ვერ გაუძლებდა ზეწოლას, ფიქრობდნენ, რომ ეკლესიას დაანგრევდნენ, ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებას დაგსაქსავდნენ, შეცდნენ. საქართველო არასოდეს იწყებოდა გრანტებით და არასოდეს დასრულდება უცხოური ინსტრუქციებით. ევროპა თქვენ არ აგიშენებიათ. ევროპა მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაცია. ის არ ეკუთვნის არცეთ ბიუროკრატს, არცეთ იდეოლოგიას. ევროპა არის კულტურა, ევროპა არის ქრისტიანული ცივილიზაცია, ევროპა არის კონსერვატიული ფესვები და ეროვნული იდენტობა. და ჩვენ ამ ევროპის ნაწილი ვიყავით მაშინაც, როცა ეს კაბინეტები ჯერ არ არსებობდა. მაპატიეთ ბოროტსა ზლია კეთილმან, ეს ჩვენი სიტყვებია, ეს ჩვენი გამოცდილებაა, ეს ჩვენი ისტორია. ნუ გვიყურებთ ზემოდან, ნუ გონიათ რომ საქართველოს მხოლოდ პოლიტიკური ელიტაა. ამ ქვეყნის ბირთვი ხალხია, ერი რომელსაც აქვს მამული ენას არწმუნოება. მამული ენას არწმუნოება, ეს არის ჩვენი საზომი. არა გრანტი, არა ინსტრუქცია, არა მითითება. და ვინც ამას ვერ გაიგებს, ის ვერასოდეს გაიგებს საქართველოს. დიდი მადლობა. სოფიო ხორგუანი, თორნიკე ფაღავა და ამით ვასრულებთ პოლიტიკურ გამოსვლას. მოგესალმებით, ამივე სალმები საქართველოს მოქალაქეებს. 2024 წელს საქართველოდან წავიდა 121.425 ადამიანი, გარდაიცვალა 43.971, დაიბადა მხოლოდ 39.493 ადამიანი. ეს უბრალოდ ციფრები არ არის. სულ უფრო მეტ მოქალაქეს აძევებთ სამშობლოდან მათ, ვინც დოვლაც აქ უნდა ქმნიდეს. ქვეყანაში გაბატონებულია უსამართლობა, რომელიც სულს გვიხუთავს და ცხოვრებას გვართმევს. თქვენ, რომლებმაც ერთი კანონიც ვერ შემოგთავაზეთ, რომელიც საქართველოს მოქალაქის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა, თგზავთ კანონებს, რომელიც მხოლოდ აკრძალვით, შეზღუდვით, შევიწროებით, ჯარიმებითა და დასჯით გვემუქრება. თქვენი თანამდებობის პირები კორუფციაში იყვნენ და ახლაც იხრჩობიან. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მეკრთამეობისთვის დაპატიმრებულები და შემდეგ 9 მილიონიანი გირაოთი გამოშვებულები, თავდაცვის მინისტრი, საგზაოს დეპარტამენტის უფროსი, თბილისის ბაღებში ბავშვების წილი, ფულის მომპარავი ხელმძღვანელი. ხო, უსაფრთხოების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკრთამე უფროსი ქვეყნის იმიჯის დამანგრეველი კოლ-ცენტრებით.
პრემიერ-მინისტრი ოქროს ზოდებით, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული აჭარის პირველი პირი, აღარ გავაგრძელებ სია თქვენ ჩემზე უკეთ იცით. არა და გუშინ ყველა ეს მხილებული პირი ცაში აყავდათ ქებით, გმირებად აცხადებდით, მშვიდობის გარანტებად. ყველა ჩვენს კითხვაზე ეს პასუხი ჰქონდათ. და დღეს იგივე რომ არ ხდება, საიდან ვიცით? როგორ უნდა ვენდოთ თქვენს სიტყვას? სახელმწიფო ფული ერთი პარტიის სახრავად აქციეთ. თქვენივე დანიშნული აუდიტორის დასკვნები წაიკითხეთ, ჩემი თუ არ გჯერათ. პოლიტიკური სიხარბით, პოლიტიკური სიძუნწით შეპრობილებს ჩვენს ბიუჯეტს ჩაბღაუჭებულებს. არ გემეტებათ კეთილდღეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. თურმე პენსიის გაზდა და მინიმალური ხელფასის ზღვარის გაზდა დააქცევ სახელმწიფოს, რომელ სახელმწიფოს? სადაც ორი სოფელი მიწამ ჩაიტანა და თქვენ არ გედარდებათ. სადაც ჭიათურელი მაღაროელები სამსახურს და ხელფასს რომ ითხოვდნენ, ციხეში ჩასვით. ერთი საწარმოც არ გახსნილა ამ ბოლო დროს. ერთი ინიციატივა, რომელიც გლეხს დაიცავდა, ერთი იდეა, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოში მომავლის იმედს მისცემდა. სამაგიეროდ ახირებებს რეფორმები დაარქვით, საარსებო წყარო წაართვით მცირე მეწარმეებს და სამსახურიდან გაყარეთ პატიოსანი საჯარო მოხელეები. ემიგრანტების ფულით საზრდოობს დღეს სამშენებლო და სავაჭრო ბიზნესი და ამ ემიგრანტებს უფლება წაართვით, რომ ქვეყნის მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ. კრიმინალური გარჩევები ყოველდღიურობად იქცა და ამ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე ოპოზიციაში აგენტებს, ანიტებს და სხვებს აფინანსებდა. დღეს რომ იგივე არ ხდება, საიდან ვიცით? რეგიონებს უნდა მივხედოთო და თუ ვინმე თავისი რისკით და წვალებით რაღაცა შრომით რაღაცას აკეთებდა, ყველას ავიწროებთ. მაგალითები შემიძლია მოგიყვანოთ, მაგრამ არ გაინტერესებთ. თუ ვინმე კითხვას დასვამს, აგენტად აცხადებთ. რომელ სახელმწიფოს იცავთ? სადაც უსამართლობა ისე გამეფდა, რომ სასოწარკვეთა და უიმედობა ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. სადაც ძალაუფლების მიმტაცებლები ყველაფერზე ხელის მომწერები მდიდრდებით, მაგრამ უბრალო ხალხს არჩევანი არ აქვს. და ბოლო სიუჟეტი მიუძღვენით ჩემს კოლეგას, ახალგაზრდა ქალს, რომელიც წლების წინ საჯარო მოხელე იყო, რიგითი საჯარო მოხელე სპეციალისტი. ხო, ანდაზა არის ასეთი, რაც პავლე მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო მეტი გავიგე. თქვენ ამ ხელა ძალისხმევას და მონდომებას სხვების გაშავებაზე რომ ხარჯავთ, აი ეს ამის მეოთხედი რომ დაგეხარჯათ მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის შექმნაზე, იქნებ რამე შედეგი დამდგარიყო. მაგრამ ამას რო ვერ აკეთებთ, ამიტომ იხარჯებით უგვან და მახინჯ პროპაგანდაზე. თქვენ რომელთაც იმდროინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ დათმეთ, მარტო ერთი გივი ბიქანაძე რა დღირს, ინკვიზიტორად რომ მიაყენეთ განათლებულ ადამიანებს, ან ნათია თურნავა, რომელიც სამივე ხელისუფლებას მოერგო და ემსახურა, მაგრამ არა საქართველოს ეკონომიკას. და რაც მთავარია, ყველა რეჟიმის მთავარი საყრდენი მონა მოსამართლეები. თავს ნუ იტყუებთ, ხალხმა ყველაფერი იცის. ყველაფერი ძალიან კარგად იცის. და რაც არ უნდა დაგვწამოთ ჩვენ, გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს. რამდენი ჭორიც არ უნდა ავრცელოთ. საქართველო დიდებული ქვეყანაა ნიჭიერი და მშრომელი ადამიანების და ეს ხალხი იმსახურებს მოსმენას, გაგებას და ხარისხიან ცხოვრებას. და ჩვენ დავიბრუნებთ ამ ადგილს. დიახ, და ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ, სადაც სამართალი სამართლიანი იქნება. და თვითონ მოქალაქეს გაუფრთხილდება სახელმწიფო და მოემსახურება და სადაც ეკონომიკური ზრდა ყველასთვის თანაბარი იქნება. სადაც დაბრუნდებიან ნადადება დამრჩა, სადაც ცოდნას და გამოცდილებას ჩამოიტანენ და კეთილსინდისიერი პროფესიონალები დაფასდებიან, სამშობლოს მოულიან და სადაც ახალგაზრდაც და მოხუციც თანაბრად იამაყებს თავისი ქვეყნით. ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და ეს ნება ჩვენ ნამდვილად გვაქვს. დიახ, როცა ყველაზე მეტად ბნელა მაშინ მოდის განთიადი, ასიას სამყარო მოწყობილი. აქ ბატონმა ცივი გონება ახსენა, რომელმაც ცივმა გონებამ გიკარნახათ, რომ უნდა ლანძღოთ ბრიტანეთი, შვედეთი, არ ვიცი აგერ კიდევ ლანძღავთ გერმანიას, იმიტომ რომ დიახ, ხელჩების ლანძღვა ქვეყნების ლანძღვას ნიშნავს. თორნიკე ფაღავა, რატი იონათამიშვილი. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები საზოგადოებას. მე მინდა ძალიან მოკლედ შევეხო იმ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღემდე ჩვენი დაუძინებელი მეგობრების მხრიდან. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ოპონენტები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ
მუდმივად აპელირებდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ ქართული ოსნების მმართველობის პირობებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საფინანსო და საბანკო სექტორი ჩამოიშლებოდა და კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებოდა. ამის საპირისპიროდ მეტი თვალსაჩინოებისთვის საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ გავაცნო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგები საქართველოსთან დაკავშირებით. სულ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნა საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა, სადაც მსოფლიო კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსში საქართველოს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ნატოს წევრ 10 ქვეყანას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს. ჩანდლერის ინსტიტუტის 2025 წლის კვლევით საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობის ინდექსით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ევროპაში კი მე-9 ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით საქართველოს 8 ადგილით დაწინაურდა და 165 ქვეყანას შორის 25 ადგილზეა. უსწრებს ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. Heritage Foundation-ის სასამართლო სისტემის ეფექტიანობის 2025 წლის ინდექსით საქართველოს რეგიონში უპირობო ლიდერია, ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას და რა თქმა უნდა ყველა კანდიდატ ქვეყანას. აქვე ხაზგასმით და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2025 წელს 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს საბანკო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს გამოუშვა $500 მილიონი ევრობონდები და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან 5.5-ჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 9.2%-ით იზრდებოდა და ამ მაჩვენებლით ვუსწრებთ ევროპაში ყველა სახელმწიფოს. 2025 წელს საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება მსოფლიო დეველოპერულ გიგანტთან, MR ჯგუფთან და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო 6.5 მილიარდის ინვესტიციას ველოდებით. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ევროსაბჭომ ოფიციალურად თხოვა საქართველოს, რომ გავუზიაროთ გამოსტირება უცხოური გავლენის ჩარევასთან დაკავშირებით და დღეს უკვე საზოგადოებისთვის ნათელია, რომ მთელი ის პროპაგანდისტული ნიაღვარი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით იყო უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და არანაირი კავშირი ჰქონდა მას დემოკრატიასთან. ასევე საზოგადოებას მინდა შევახსენო ოპოზიციის მთელი კამპანია ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ თითქოს საქართველოს დავტოვეთ თამაშკარე მდგომარეობაში და ქვეყანამ გეოპოლიტიკური როლი დაკარგა. ევროკომისიის უკანასკნელი კვლევის მიხედვით საქართველოს უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება არის ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ერთადერთი გზა. ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირებადობის საქმეში კი მთავარი სტრატეგიული ნაბიჯია საქართველოსთან რუმინეთთან დაგეგმილი ელექტროენერგიის წყალხოშა კაბელი. საქართველოს შიდა თუ გარე უპრეცედენტო ტურბულენტობის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში ურთულესი წლები გამოიარა. საქართველოში რომ ერთი ტყვია გავარდნილიყო, დამერწმუნეთ მეგობრებო, რომ უალტერნატივო დერეფნის ნაცვლად უალტერნატივო საბრძოლო პოლიგონი ვიქნებოდით, თითოეულის მიღწევა თითოეული ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების თანმიმდევრული, გათვლილი და უალტერნატივო საგარეო და საშინაო ეკონომიკური პოლიტიკების გარეშე, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ქართული ოსნების მხრიდან, მიმართულია იმისკენ, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ახალ მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგში ჩვენი ქვეყანა როგორც სახელმწიფო იყოს ღირსეული და კონდეს ადგილი აი ამ გეოპოლიტიკურ ახალ რეალობაში და გაიზარდოს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. დიდი მადლობა. მადლობთ რატიონა თამიშვილი. მოგესალმებით, დღეს არ ვაპირებდი განცხადების გაკეთებას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და სპეკულაცია ამ თემაზე პოლიტიკურად. დღეს გახარიები ამ პოლიტიკურ ფსკერზეც დაეშვნენ, როდესაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც შრომაპირთა უფლებების განმტკიცებისთვის არის გამიზნული, ესე არაკომპეტენტურად და ამორალურად შეეხნა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს
საკითხი ეხება ვებმისაწვდომობას და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობას, რომელიც შიშემ პირებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ეხლა ამ ბატონებს რო გონიათ, რომ ამ თემით ამ პოლიტიკურ სპეკულაციას რაიმე ეფექტი ექნება. ჯერ ერთი მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ 5 წელია პარლამენტში არიან და ამ 5 წლის განმავლობაში ამ თემაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ. არც ინიციატივა არ ქონიათ. თუ რაიმე ადარდებდა, თუ რაიმე აინტერესებდათ, ვინ უშლიდა ხელს, ინიცირება მაინც მოეხდინათ. მაგრამ არა, იმიტომ რომ საერთოდ არ იციან ეს თემა რა არის, წარმოდგენაც არ აქვს და ეხლა პოლიტიკური სპეკულაციით, იმიტომ რომ 2 კვირის უკან მათ დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, აი ეხლა ესეთ ამორალურ ნაბიჯებს გამენ. ეხლა მეორე, თქვენ არც გაეროს კონვენცია გაქვთ საკითხული, არც ევროდირექტივები არ გაქვთ საკითხული, იმიტომ რომ მაშინ ამ თემებზე საერთოდ არ ილაპარაკებდით. მე შემიძლია ამაზე პოლემიკაში შემოვიდე, ისიც არ იცით რამდენი მუხლის გაშედგება გაეროს კონვენცია, მაგრამ ერთადერთი რაც მოვისმინე ამ 2 კვირის მანძილზე იყო ვადებზე აპელირება. ეხლა ვადებს რაც შეეხება. 2 დირექტივა არის მართლაც ევროკავშირში მსგავსი თემის, ერთი არის 2016 წელს, მეორე 2019 წელს მიღებული და გარდამავალ პერიოდად 2019 წლის დირექტივა 11 წელს აწესებს. და იქ არის ასევე საგამონაკლისო შემთხვევები, რომელსაც ამ 11 წლის მერე კიდე 20 წლიანი პერიოდი აქვს მიცემული და ესენი კიდე აქ ვადებთან დაკავშირებით საუბრობთ. სხვათა შორის, აქაც ჩანს უკვე მათი არაკომპეტენტურობა და ისეთ რა არის, თქვენ დაუშვით ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ ძალიან ინანეთ. მაგრამ უკეთესი იქნებოდა გეღიარებინათ, რომ ეს იყო შეცდომა, სხვა კანონსაზრდით წინააღმდეგ და ვერ წაიკითხეთ რა იდგა კენჭისყრაზე და შეგეშალათ, ამას უფრო გაიგებდა საზოგადოება, რომ გეღიარებინათ ეს შეცდომა, ვიდრე ეს პოლიტიკურ სკერზე დაშვება და სანამ აქ იქნებით ყოველთვის შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციული აქტი ჩაიდინეთ თქვენ აქ ამ ცნობათა დარბაზში და სხვათა შორის, თუ ვინმეს არ აქვს მართლა ამ თემაზე რაიმე სალაპარაკო არიან ზუსტად ეს ადამიანები, გეტყვით რატომ. როდესაც ხდებოდა სოციალური პაკეტის ინდექსაცია, გახარია იყო ის და ბევრს ემახსოვრება ის, რომელიც წინააღმდეგი წავიდა მაშინ, რომ ეს ინდექსაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც გაგრძელებული იყო, ეს იყო მაშინ პრემიერი და მხოლოდ 2022 წელს უკვე როდესაც გახარია თავისი ღალატის აქტი ჩაიდინა და ამ ღალატის აქტიდან უკვე საზოგადოებამ კარგად იცოდა ის ვინ იყო და რას წარმოადგენდა, ამის მერე დაინიცირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინდექსაციის საკითხი პარლამენტში და 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე უყარა საქართველოს პარლამენტმა და მიიღო ეს. ამიტომ არ ახართ გულწრფელები. გულწრფელები კი არა, უსინდისოდ იქცევით, თორსა ამ თემის პოლიტიზირებას ცდილობთ, იმიტომ რომ ამ კანონის უკან დგას ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და სხვათა შორის ის პირიც კი, ვინც თქვენ კომიტეტზე მოიყვანეთ, მანაც კი მადლობა გადაგვიხადა ამ კანონის შემუშავებისათვის. და მადლობა გითხრა ზუსტად გაეროს კონვენციასთან რო იყო შესაბამისობაში ეს კანონი და მაშინ იყავით გულწრფელები თუ ეხლა, როდესაც ის შეცდომა, სამარცხვინო შეცდომა ჩაიდინე და ესეც ცდილობთ ამ თქვენი შეცდომის გაპრავებას. არ გაგივათ ეს ყველაფერი და ისტორიაში, საპარლამენტო ისტორიაში შეხვალთ, როგორც ის ადამიანები, ვისაც სინამდვილეში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ფასად ძულთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათთან დაკავშირებული საკითხები. მადლობთ. ამით პოლიტიკური განცხადებები ამოიწურა, გადავდივართ კანონპროექტების განხილვაში.